სათაურის თარგმანი იმას მიშვება, ცოტა ჭედავს რა. შეგიყვარს ეს ავტორიც და მისი წიგნიც. ვიცნობ პირადად არის ფანტასტიკური ადამიანი. ეს არის არა წარსული ესეთი პრუსტიანული პერსპექტივით. წიგნი გაყალბებულ წარსულზე, ნოსტალგიაზე, რომელიც არის პრობლემა. მუდმივ ცდილობაზე, რომ წარსული თან გახსოვდეს და თან გავიწყდებოდეს. ისტორია მიდის დროს ვერ ჩაკეტავ. პირველი ბულგარელი ავტორი, რომელმაც მოიგო ბუკერის პრემია. ეს არის რაღაცერი მუდმივი არაზრდასრულობის პერიოდში დარჩენა. ვერ გამოვდივართ კაცები, მგონი ამ 18 წლის ასაკიდან. ხო, პაციენტები ვარ ამ სამყაროში. შროდის მივხვდი, რომ ეს არის ფანტასტიკურ წიგნს შევეჩეხე. ეს არის გიორგი გოსპოდინოვის დროსაფარი. მოგესალმებით, ჩვენი დღევანდელი ერთი წიგნი მიეძღვნება ძალიან საინტერესო წიგნს. ჩვენი სტუმარი არის მწერალი ივა ფეზუაშვილი, დღეს არ გვყავს ქეთი დევდარიანი, მაგრამ გვყავს ძალიან კარგი ავტორი, რომელიც ისევ და ისევ უაღრესად საინტერესო და სპეციფიკური, ასე ვთქვათ, კონცეფციის მქონე წიგნზე ისაუბრებს. ასევე მინდა აღვნიშნო ივა, რომ ჩვენი სპონსორი არის მთის წყალი, რომელიც არის უაღრესად ჯანსაღი, ჯამრთელობის მომანიჭებელი და ახსავსე ყველანაირი პოზიტიურისა, რაც შეიძლება მოგიტანოს წყალმა და ამიტომ დროდადრო დავლიოთ ხოლმე თან ინსპირაციასაც მოგცემს. ესე იგი, რა წიგნია ეს, რაზე ჩვენ ვისაუბროთ, ეს არის გიორგი გოსპოდინოვის დროსაფარი ბულგარელი მწერლის. სათაურის თარგმანი იმას მიშვება, ცოტა ჭედავს რა. მე მაქვს ინგლისურად საკითხული. ინგლისურად არის time shelter-ი. ორიგინალში, იმიტომ რომ სლავური ენაა და რაღაც გავს რუსულს არის временное убежище თუ რაღაცა, რომელიც ცოტა მეუბნება, რომ დროსაფარი არ არის. თავშესაფარს ითხოვს ჩემი ტვინი, რომ ხო, აი რაღაც ამას ითხოვს. ანუ საფარის პრინციპში ეგ არის, მაგრამ აი რატომ ყავს აი დროის თავშესაფარი. ბუნკერის სხვა წიგნი. ხო, რაღაცა დროის თავშესაფარს ითხოვს ჩემი ტვინი, რომ დროის თავშესაფარი ერქვას. გიორგი გოსპოდინოვი, რომელსაც ალბათ ყოველთვის გასპადინოვს ვეძახი, დროსაფარი, რომელსაც დროის თავშესაფარს ვეძახი, ბულგარელი ავტორი, ვიცნობ პირადად არის ფანტასტიკური ადამიანი, მაგრამ აქ მის ადამიანურ ღირსებებზე არ ვისაუბრებ. შეგიყვარს ეს ავტორიც და მისი წიგნიც. კი, მაქვს პატივი, რომ მქონდეს მისი ყველა რომანი წაკითხული სხვადასხვა ენაზე. პირველი ბულგარელი ავტორი, რომელმაც მოიგო ბუკერის პრემია. საერთაშორისო ბუკერი და პრინციპში ძალიან დიდხნიანი პაუზის მერე პირველი აღმოსავლეთ ევროპელი ავტორი, რომელმაც აი გაარღვია რაღაც ეს აღმოსავლეთ ევროპა, ეს ხო უყვართ რომ დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპა არსებობს, ეს აღმოსავლეთ ევროპის ჩარჩო გაარღვია და გავიდა და გახდა ევროპელი ავტორი რა. და იმას ძალიან სასაცილო რაღაცა უნდა ვთქვა, მაგრამ ეგრეა ხო, წიგნის კომერციულ ან ბავშვად ტირაჟობრივ წარმატებას განსაზღვრავს აეროპორტში იყიდება თუ არა. აეროპორტში თუ იყიდება, ესე იგი წიგნი არა მხოლოდ რაღაც პრემიებით და აზრობრივად და შინაარსობრივად, არამედ კომერციულადაც შედგა. გოსპოდინოვი იყიდება აეროპორტში და ესე იგი ის არის უკვე ის ავტორი, რომელიც საერთაშორისოა. დროსაფარი. რა არის ორი სიტყვით რო სიუჟეტზე ვთქვათ, ეს არის წიგნი გაყალბებულ წარსულზე, მითოლოგიზირებულ წარსულზე და მითოლოგიაზე როგორც წარსულად ადამიანების დაუოკებელ მცდელობაზე როგორღაც წარსულს შეეხიზნონ, რაღაცა ეს ამაზე დააშენონ ნაციონალიზმის იდეა და მუდმივ მცდელობაზე რომ წარსული თან გახსოვდეს და თან გავიწყდებოდეს, იმიტომ რომ თუ წარსულს იგონებ, ესე იგი ნამდვილ წარსულს ივიწყებ და ეს წიგნი უფრო მეტად გამოგონილ წარსულში შეყუჟულ ადამიანებზეა. მთავარი ხაზი რაც არის ორი პერსონაჟის, ვინმე გგ-ს და გაუსტინის ხაზი, სადაც ისინი აკეთებენ მეხსიერების პრობლემის მქონე ადამიანებისთვის კლინიკას, რომელშიც სხვადასხვა ოთახი სხვადასხვა ეპოქიდან არის და უშუალოდ ადამიანს, რომელსაც 60-იან წლებში კომფორტულობა ყოფნა შეუძლია ამ კლინიკაში 60-იანი წლების ოთახი აირჩიოს და ამ ოთახში შევიდეს. ანუ პრინციპში ეს არის არა წარსული ესეთი პრუსტიანული პერსპექტივით.
როდესაც ადამიანი ეძებს თავის, ასე ვთქვათ, ბიოგრაფიაში რაღაც გარკვეულ ელემენტებს, რომელიც ახლა აწყოსთვის არის სათუთი, არამედ პოლიტიკურ სარსულს. ნოსტალგიაზე, რომელიც არის პრობლემა. ზუსტად. და ნოსტალგია როგორ ტოტალიტარიზმის მახასიათებელია. და თან ეს ძალიან უცნაური ნოსტალგია იმ ხრივ, რომ ესეთი წარსული, როგორც ამ წიგნში მეორე ხარისხოვან პერსონაჟებს უნდათ რომ არსებობდეს, ესეც წარსულს არ უარსები. აქ ძალიან საინტერესო დეტალია, რომელზეც მე ნელ-ნელა მივალთ. რაც არის ძალიან გავს რაღაც ქართულ პრობლემებს, რაც ბულგარეთში პრობლემებია, იმიტომ რომ დავუშვათ ჩვენ კომუნიზმი ქონდა და იმათ სოციალიზმი ქონდა, რომელიც დიდად არ განსხვავდებოდა კომუნიზმისგან და ეს სოციალისტური ბანაკის ეს მუდმივი გატირება კომუნიზმზე როგორც უკეთეს დროზე, ამ წიგნშიც ეს რაღაც ძალიან მკაფიოდ არის და ეს ჩვენთანაც იმაშოა მიხოთ იმისა, რომ არ ვიცი ხო, აი მე მაგ პრობლემას ვაწყდები, რომ არსებობს ობიექტური წარსული, რომელიც მიუღებელი არის ბევრი ქართველისთვის და ამას რაღაცნაირად იგონებენ, რომ სტალინი, შორს რო არ წავიდეს სტალინი, რომ რაღაც мама ერის თუ სტალინი, რომელმაც მილიონობით ადამიანი გაწირა. მილიონობით გაწირვის ნაწილს ივიწყებენ და სამამულო ომი რომ მოიგო, შერჩევითი წარსული დავარქოთ, ან რაღაც შერჩევითი ამნეზია. და ამ წიგნს რაც აქვს ეს დაუშვათ მთავარი ხაზი, ეს განმეორების თუ გამეორების იდეა. მაგას ვფიქრობდი, ამიტომ წამოვიღე რაღაც მეორე წიგნი, ის ყოფის აუდანელი სიმსუბუქე მილონ კუნდერასი, რომელშიც დასაწყისში თუ გახსოვს, ეს ფოტოალბომს რო ათვალიერებ, სადაც და მის ბავშვობის ფოტოებია და მის ნათესავები, რომლებიც ჰიტლერის ბანაკებში დახოცეს, მაგრამ ეს ამბობს, რომ ის ბავშვობა იმდენად ენატრება, რომ და იმდენად ნოსტალგია უჩნდება ამის მიმართ, რომ რაღაცა ეს წარსული თითქოს ხო აღარ უნდა განმეორდეს, მაგრამ სიამოვნებით გაამეორებდა და ესეთ ფრაზას ამბობს, რომ არ შემაშალოს ჰიტლერთან შეგუება წარსულის გამეორების უარყოფაზე დაფუძნებული მსოფლიოს ღრმას ნეობრივ გარყვნილებაზე მეტყველებს, რადგან ასეთ მსოფლიოში ყველაფერი წინასწარ შენდობილი და ამდენად ყველაფერი ცინიკურად ნებადართულია. და ესეთი მაშვები რა, აი ესეთ წარსულში დაბრუნება უნდათ ადამიანებს. რაც არის აი პირველი ჩანიშნებს. კი, აუცილებლად მიყვეთ, ხო? გადავახდეთ, იმიტომ რომ პირველ წიგნს რო იღებ და თავიდან მოგეწონება თუ არ მოგეწონება, რო ვიცი ეს წიგნი ჩემთან სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა ჩვენი ძალიან კარგი მეგობარი, ბულგარელი გამომცემლის სვეტლოზარ ჟალევის წყარლობით მე და ბექა ადამაშვილს სოფიას წიგნის ფესტივალზე პრინციპში ძალით გვაყიდინა და დიდად დაწყება არ მინდოდა, იმიტომ რომ ცოტა სნობური იყო, რა ბულგარელი მწერლის საკითხვა არ მინდოდა თუ რაღაცა, მაგრამ მე დავასწარით მე და ბექამ მოვლენებს და ბუკერამდე წავიკითხეთ, ეს ზუსტად ვიცი. რითი იწყებს, როდის მივხვდი, რომ ეს არის ფანტასტიკურ წიგნს შევეჩეხე, ფანტასტიკური წიგნი ავიღე ხელში 1929 წელს 1 სექტემბერს, როდესაც გერმანია პოლონეთზე მიდის, ჰიუ ოდენი ნიუ-იორკში იღვიძებს და აქვს საშინელი სიზმარი გამოყოლილი, სადაც შეყვარებულ მოუღალატა თუ რაღაც და ამაზე იწყებს დეგენერატულ ფიქრს, თუ სიზმარში მიღალატა, ცხოვრებაში მიღალატებს და გაზეთს იღებს და მსოფლიო ომია კიდე ზემოდან დაწყებული და ამაზე ნუ ეს მისი ეს 1 სექტემბერი ლექსი არის იმ დღეს ზოგადად დაწერილი და ამ ლექსის ფინალი რაც არის, რომელსაც მე წიგნშიც განიხილავს გოსპოდინოვი და ცხოვრებაშიც რაც წამიკითხავს მახსოვს არის, რომ ლექსის დასასრულს არის ესეთი ფრაზა, რომ ერთმანეთს უნდა გვიყვარდეს, ან დავიხოცოთ. და ამას მე ოდენი ძალიან უარყოფდა მთელი ცხოვრება, რომ არ იყო მაინც და მაინც ის რითიც უნდოდა დამთავრება, იმიტომ რომ რავი, ბევრი რამე შეიცვალა მეორე მსოფლიო ომს მერე და აღმოჩნდა, რომ ეს ერთმანეთის სიყვარული ცივი ომის პირობებში მით უმეტეს ყოლა წარმოუდგენელი რაღაც იყო. ეს არის რაც იწყება რა, და ამ წიგნს ეს აქვს, რითიც იწყება იმით თორდება მომენტია, რომ 39 წლის მოვლენებით თუ იწყება გერმანიის პოლონეთში შეჭრით. აი ახლა როგორ უნდა ავწდეთ სპოილერს ეს რო არ თქვა. არა, შეგვიძლია ყველაფერი ვთქვა პრინციპში. ბოდიშ ვიხდი, ეს მნიშვნელოვანი დეტალი არის და იმიტომ რომ ამ წიგნში სადაც ადამიანები დროს გაურბიან ევროკავშირი გადაწყვეტს, რომ ჩაატაროს არჩევნები დროში, რომელ დროში უნდათ ადამიანებს ცხოვრება და 10 წლეულებს თავაზობს. და ნუ ზოგან 1 აწლეული იგებს, ზოგან მეორე აწლეული იგებს, მაგრამ ეს დროები რაღაცნაირად ირევა ერთმანეთში ეს წარსულები, იმიტომ რომ არ არის რა, ყველას ერთ და იგივე წარსულში, ყველას ერთ და იგივე აწმყოში ცხოვრება არ უნდა და მით უმეტეს ერთ და იგივე წარსულში ცხოვრება როგორ უნდა. და აქ უკვე ეს წარსული
რომელიც არასწორად გაგებულია, არასწორად გააზრებული, იმიტომ რომ მაგალითად ბულგარეთის მაგალითზე მოყავს, რომ ერთ მხარეს არჩევნებში მონაწილეობენ სოციალისტები, რომლებიც ზუსტად რაღაც კონკრეტულ ამ კომუნისტურ წარსულს მისტირიან და მეორე მხარეს გმირებს ეძახიან, გონი თავის თავს და ამათ პრინციპში ესე ზუსტი წარსული არ აქვს ჩამოყალიბებული. აი ჩვენ რო ქართველებმა ვთქვათ, რომ დიდგორი მარაბ და წანისი ერთად რო გვინდოდეს. აი დაახლოებით ესეთი წარსული აქვს. და შესაბამისად ამ ორი ბანაკის გარდა კი სხვა ადამიანები არიან, რომლებსაც საერთოდ სხვა წარსულში ცხოვრება უნდა და სრული ქაოსია, რა დრო უკუღმა მიდის ან ეგ უნდა დავამატო აქ ამ ერთ-ერთი მასში ამ რომელიღაც აბორიგენ ტომზე დაკვირვებით ამბობს დაკვირვებით არა აბორიგენ ტომში ესეთი იდეა რომ მომავალი არის ის რაც ზურგს უკან მოგეპარება და წარსული არის ის რისკენაც წინ შეგიძლია თითი გაიშვირო მოკლედ ამ დროზე დგას რა ამ წიგნის თავი კონცეფცია არის დრო რომელიც ყოველთვის სხვადასხვანაირია და რაღაცნაირად გინდა რომ ამ დროში ისქნა იცხოვრო მოკლედ როგორ ხდება მე დავუშვათ წარსულის კომერციალიზაცია ხო ანუ ამ წარსულს ვთქვათ ჩვენაირ ქვეყნებში ავტორიტარიზმში პოლიტიკურად ძალიან კარგად იყენებენ ავტორიტარები მაგრამ კომერციალიზაციას როგორ შეიძლება რომ მაგალითად სარაევოში როგორ შეიძლება რომ ყოველთვის იმ დღეს მოკლა იუგოსლავიის პრინცი და ეს იყოს ატრაქციონი ოღონდ იქ ნამდვილად კლავდა იუგოსლავიის პრინცი როგორ შეიძლება რომ ძალიან ბევრჯერ დაიწყოს მეორე მსოფლიო ომი და მადმიდი ხარ რა მუდმივი განმეორების იდეაში რომ თუ ხო თუ ერთხელ დაიშვა ეს მე წინასწარ ნაპატიებია და რამდენჯერაც გინდა ამ ისტორიას დაუბრუნდები კარგი ეს და თუ მეტესთან როდესაც თუ კი ეს არის წარსულის ნოსტალგია უკაცრავად შეგიძლია როგორ გიგადრება წარსულის ნოსტალგია ამ შემთხვევაში მორალური ასპექტი არ არის არგუმენტი ამიტომ თუ კი შენ რაღაცნაირად შენთვის ძვირფასია ერცერცოგი ფერდინანდის ყოლობის ისტორია ამა თუ იმ მიზეზის გამო. აქ ბუნებრივია შენ არ გაქვს გარკვეული სინდისის კენჭი და მისი კულტად მიმართები. უბრალოდ განმე მუდმივად უნდა მოკვდეს. ან საბჭოთა წარსული, 60-იანი წლები, რომელიც ალბათ ყველაზე პოპულარულია, ხო? რატო არ ვიცი 60-იანი წლებს რა აქვს ესეთი სტალინი დამთავრდა ცოტა რეპრესიებამ მოიშვა ამიტომ არის ესე ბეიბი ბუმი ცალკე და ხო მეორე მსოფლიო ომის შემდგომ რაღაც ოპტიმისტური აღმავალი ასე ვთქვათ პერიოდი ერთი მხრივ მიუხედავად იმისა რომ უმძიმესი ამბები მათ შორის და კრიზისები და ომები და ასე ხრუშოვია ხრუშჩოვია კი აი ეგრეთ წოდებული დათბობა კულტი კი 46-ია ცოტა მოშვებულია მაგრამ ნუ საბჭოთა კავშირი უნგრეთია მანამდე 56 წელი ნუ მე უკვე ბრეჟნევის ხანა 68 წელი ჩეხოსლოვაკიაში ტანკების შესვლა და ხო ნუ გოსპოდინოს რატო აქვს ამ 60 წლებზე ნოსტალგია გასაგებია ბავშვი იყო აი ეს არის იყო და იმაში ბრუნდა და ადამიანებს ენატრებათ საკუთარი ბავშვი რომელიღაც იმაში აბზაცში ამბობს რომ 12 წელი ნებისმიერ ძველ დროში დავბრუნდები და 12 წელს ვიქნებიო რა ანუ ეს რაღაც ნუ ვერ გამოვდივართ კაცები მგონი ამ 12 წელი სასაკი და მთელი ცხოვრება მაგას ცხოვრობთ კი კარგი, გავყვეთ, რეები მოქვს კიდე მონიშნული. აქ დავინახე რომ გონი ხელმოწერაც არის. ხო, მაქვს ხელმოწერა. კი. იმას შვება რა. ნიცშეს ირგული გვიწევს ტრიალი, რომ ღმერთი არ არის თეორიას, ნიცშიანურ თეორიას იღებს და იმას შვება რა ხან დროზე რა ხან მეხსიერების დაკარგვაზე იწყებს, რომ ღმერთი არის, მაგრამ ავიწყდება ნელ-ნელა ყველაფერი და თუ ღმერთს ავიწყდება რაღაცები მაგიტო ხდება რაღაც საშინელებების სამყაროში დასაშვები და მაგიტო იწყებს ადამიანი წარსულის გამეორებას მე მილიონით იმიტომ რომ თავარი ვინც უნდა გააკონტროლოს რომ იგივე არ მოხდეს იმას აქვს მეხსიერების პრობლემა და აუ ეხლა როგორ ჩავქოლავენ ამის გამო რა კომენტარები წამოვა ხალხო ლიტერატურულ ფარგლებში ვლაპარაკობთ ეს არ არის ჩვენი იდეა ნიჩეს იდეას ვაბამთ გოსპოდინოვის იდეას და მაგას განვიხილავთ რა თუ ღმერთს არ ახსოვს მეორე მსოფლიო ომი თავისუფლად შეიძლება რომ კიდევ ერთხელ მოხდეს რაღაცა ამ თეორიამდე მიდის და ამ წიგნში როგორც მინდათ, ნუ მე ხო, სინდისის საკითხია და პლუს ალბათ რაღაცნაირი რეპლიკა დოსტოევსკისთან. თუ ღმერთი არ არსებობს, ყველაფერი დაშვებულია. კი ბატონო, იმიტომ რომ მე ვფიქრობდი ეგეთ რაღაცაზე, რომ ჩვენთან რო დადგეს ეს რეფერენდუმი, რომ მართლა რომელ დროში იცხოვრებდა ქართველი, რას შვებით, სად მივდივართ, ამაზე რაღაცა ბანალურ რაღაცებს დავიწყე ფიქრი, აი ამ წამს რაც არის, Instagram და Facebook page არის ბნელი და ტკბილი 90-იანები. რაც მარტო იმიტომ არის ტკბილი, რომ ეს არის 30 ზემოთ გაკეთებული ადამიანის პეიჯი და მარტო ბავშვობა ენატრება. სიგუას ნამცხვარი მაგას არ ენატრება და დამწვარი ბორბლები, ხო რაღაც ბავშვების ენატრება. საწავა, რას აირჩევს ქართველი? ხო, რა საინტერესოა რა. ნუ ალბათ პრინციპში ხო გააჩნია, თუ კი გოსპოდინოვის ლოგიკით წავალთ, რომელიც პრინციპში წერს პოპულიზმზე, манипуляციაზე და ტოტალიტარიზმზე, ხო, იმიტომ რომ ეს დისტოპიური რომანია, ხო? ამ შემთხვევაში ის
პერსონაჟები, რომლებიც აი პაციენტები არიან, ხომ? აი ამ ციურიხის უცნაური კლინიკის და ციურიხიც მახსენოთ რატო და ხო პარალელები თქვათ ჯადოსტრომთასთან ხო თომას მანის ალბათ ხო ეს იქნება ასევე ის წარსული რომელიც ტოტალიტარული წარსულია მაგრამ ადამიანს ისევ და ისევ არ აქვს ამ წარსულთან მორალური პრეტენზია ვინაიდან ეს მისია მისი ბიოგრაფია ბავშვობაა და ამიტომ სენტიმენტალური დამოკიდებულება აქვს ამიტომ ანკი ტრამპიზმი აღვადგინოთ ძველი დიდი ამერიკა, ან ორბანი, ან პუტინი, ან ერდოგანი, ანუ თანამედროვე ავტოკრატების იდეა რა არის, ხო? იმ წარსულის აღდგენა, რომელიც არის, ცხადია, სუროგატი, და წარსულს ვერ აღადგენ, ნებისმიერ შემთხვევაში ავადმყოფია ეს. და გოსპოდინოვი ამაზე წერს, ანუ პათოლოგიური ელემენტები, რომ ისტორია მიდის დროს ვერ ჩაკეტავ, ვერ მოაქცევ, ასე ვთქვათ, დროს აფარში ქართული თარგმანის სათაური რო გამოვიყენოთ, მაგრამ ნუ რაღაცა ფეტიშები გჭირდება წარსულიდან, საფრთხობელები და ამიტომ ჩვენ შემთხვევაში დააშორიდა რომ მოუვარო, ცხადია, ასეთი ტიპის პაციენტი არჩევს აი რაღაც პირობით ძველ დიდ საქართველოს, რომელიც უფრო გავს ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ რაღაც ანიმაციას, ხო, აირჩევს. ოღონდ იგივე ადამიანი დღეს აწმყოში და აი დიდგორში რო წავა. მაგრამ როგორ ხედავს ამ დიდგორს? ხო, აი მაგას ვფიქრობ, რო წავა და ნუ დიდგორის ისტორიული გააზრება არ გვინდა. ხო, აქ რამდენი ისტორიკოსმა თქვა, რომ ძლევა ეს 300,000 სელჩუკს რამდენი ვიღაცამ ხმა მოიღო, იმდენი ჩაქოლეს მაგაში თავი არ გავყოთ. ჩვენთანაც ჩვენ პოდკასტებშიც ხო. კი, თქვათ რომ 300,000 სელჩუკის წინააღმდეგ წავა ქართველი, რომელიც დღეს მეუნება რომ აბაომი მინდა, აი ამას აირჩევს. და საინტერესო. როგორ რაღაცას ვეხებით, რომ აქ დღეს რაღაცა ისეთი პრაგმატული პოლიტიკის ადამიანი, რომელიც დიდგორზე დგას, წავიდოდა თუ არა დიდგორში, აი ესეთ იმაზე უხერხულ დილემაზე მივდივართ. და სადაც თან 300 ფრანკი იბრძვის ქართველებთან ერთად, ჯვაროსნებთან ერთად, ნატოს, ასე ვთქვათ, ჩრდილოატლანტიკური იმდროინდელი ალიანსის და ეს ქართველი, ვინც დღეს ამას მატყუებს და ამ წარსულს მიყალბებს, წავიდოდა თუ არა და დადგებოდა თუ არა იმ ორასკაცთან, ვინც შეაგზავნეს რიგების ასარევად. კარგია, ძალიან ბევრ სააზროვნო რაღაცას თხოვს და რაც მომწონს ამ წიგნში და რაც დიდი ხანია თანამედროვე ევროპული ლიტერატურაში, სათმითის ხო თანამედროვე ევროპული ლიტერატურა, იმდენად კონცენტრირებულია ამბავზე, რომ თავიდან ბოლომდე სიუჟეტი და სადღაც აი ეგ რა თქმა მომწონს, ეგ იმას არ მომწონს, არ მომწონს, მაგრამ მომწონს ესეც რომ წერლის ადგილი არის. რაღაც სააზროვნო ველი რო არის, გაუსტინის წერილებით რასაც ხმის, რომ ცოტა ლიტერატურული სივრცეა მასალა. ხო, ამოვისუნთქე ცოტა ხანი სიუჟეტისგან. ოღონდ ხელოვნურად არა, რაც მე მოყვება, ისიც ძალიან მნიშვნელოვანია. სინდრომებს რო წერს. ხო, იმიტომ რომ ინტელექტუალური ტექსტია, ხო, და იმავდროულად თან გართობს, ანუ თან პოპულარული, ასე ვთქვათ, კითხველისთვისაც არის, მაგრამ თან არის ფილოსოფიური ტექსტი. მაგრამ ივა ასევე არ დაგაბიზდეს ეს აზრი რატომ რაღაცნაირად არ გეჩვენება რომ დღევანდელი რეალობა და გოსპოდინოვი თუ არ ვწდები ამას წერდა პანდემიის დროს ხომ და პანდემია უკვე გულისხმობს გარკვეულ ისეთ ძალიან სპეციფიკურ დრამატულ და სპეციფიკურ გამოცდილებას მით უფრო მწერლებისათვის და ყოველთვის მე პირადად ველოდებოდი აი როდის დაიწყება რეფლექსია ამ პანდემიის და გოსპოდინოვის წიგნი შეიძლება ერთ-ერთი პირველი ირიბი ხო უშუალოდ ხო არ არის ხო იმიტომ რომ ზარქუამ დაწერა ნინოშვილის 73 მგონი ესეთი პანდემიის წერდა მალევე დაიბეჭდა ხო შესაძლოა ჯაბაზარქუა კი ჯაბაზარქუას კი შეიძლება იცით არის დაიწერება ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლებელია ამ გამოცდილებამ რომელიც რაღაცნაირად უცნაურად მივიწყებული აქვს ჩვენ ერთი უბედურება დაგვემართა პანდემიის მერე უფრო დიდ პანდემიაში ამოვყავით თავი და რაზე უნდა კონცენტრირდე რა ან ისედაც ეგ ორი მიმდინარეობაა სულ რა ან რეფლექსია არის ან რეაქცია ხო რეაქციული დიდად არ ყოფილა ქართული ლიტერატურა რაც პრორეფლექსიური იყო და ეხლა რაზე უნდა მქონდეს რეფლექსია პანდემია ბევრად სასაცილოდ მოჩანს იმ მდგომარეობასთან რაშიც ახლა ვართ იმიტომ რომ ომი ხო
რუსეთი დაესხათავს უკრაინას, ანუ და შენი სახელმწიფო ბოლომდე გუდავს ამ ყველაფერს. სტრესის და შემდეგ ჩვენი ეს დრამა. მაგრამ აი ეს შეკითხვა მქონდა. არ გეჩვენება, რომ რაღაცერად ლიტერატურა და საინტერესო მწერლები დღევანდელობაზე სასაუბროდ ირჩევენ დისტოპიის ენას. რატო? ესეთი აბსურდული გახდა რეალობა, რომ პრინციპში მაგალითიც უნდა მითხრა, ახლა იცი რა პრინციპში თანამედროვე ლიტერატურაში აი იგივე საროკინი რო ვიღოთ ხო რომელიც საერთოდ ძალიან საინტერესო და საროკინი რატო არის აქტუალური ხო იმიტომ რომ რუსეთია პრობლემა და რუსეთი დიდწილად ქმნის ამ ქაოს წესრიგში ლოგიკაში მორალზე აღარ ვლაპარაკობ ამ თქვა ავიღოთ იგივე თუნდაც და სერხი შადანის ტექსტები ან არ ვიცი ტიმურ ვერმესის თქვა გერმანულ ლიტერატურაში ან სხვადასხვა კიდევ ისეთი პასუხი შეიძლება ორბანი არ არის დისტოპია ტრამპი არ არის ანუ ხო სამყარო არ არის რაღაც არ ვიცი აი რაღაცა ანუ სინამდვილეზე წლიდან რო ავიღოთ 2025 წლამდე ყველა სიმყარე რაც სამყაროს ქონდა რო გეგონა რომ დემოკრატია ესე მუშაობს ის ესე მუშაობს ეგ ხო დარღვეული და მონგრეულია და მართლა ნარცისი კაცების უაზრო გადაწყვეტილებებზე აგებს კი მთელი სოფლიო იმას პასუხს პუტინიდან ტრამპამდე ორბანიდან ფიცომდე ბიძინადან არ ვიცი ვიღაცამდე სიგიჟეზე აწ მოყო გახდა უკვე იმდენად დისტოპიური იმდენად ხო რომ ალბათ აი რაღაცა ხო ნუ სანსინამ რეალობაზე სხვანაირად ვერ ილაპარაკებ მაგრამ ეს ხალხი რატო ირჩევს ამ ანუ შფოთვა ადამიანებს აქვს შფოთვა აწმყო მათ საშინლად სტრესავს და მათ უნდათ რომ შეაფარონ ისეთ დროს თავი სადაც ისინი იყვნენ დაცულები იყვნენ პატარები ეს იმას ხო არ ნიშნავს რომ ცოტათი სალამი გუნტერ გრასთან და თიმუქის დოლთან და ოსკარ მაცერატთან ხალხს არ უნდა რომ გაიზარდოს ანუ აი ამ ხალხს გოსპოდინოვის პერსონაჟებს კრებით საზოგადოებას ეს არის რაღაცები მუდმივი არაზრდასრულობის პერიოდში დარჩენა, იმიტომ რომ 12 წლის შენახსენე. სულ მინდა ვიყო 12 წლის, რატო ვახსენე ასევე ოსკარ მაცერატი. ოსკარ მაცერატი იმის შიში თუ რა სამყაროში მოდის, ის გადაწყვეტს რომ აღარ უნდა გაიზარდოს. უარს ამბობს ზრდასრულობაზე. ეგ არჩევანი რო იდგეს. ტრამპი ყველა ეს ხო სემთხვევაში რაღაცა ინფანტილური არსებები, არაზრდასრული ბერიკაცები არიან, ხო? რაღაც თვალსაჩინო. კეპკები შეიძლება ხო, აი ბარა. ეს ხო რაღაც ჯეირანებს რო ვაჩვენებდი სკოლაში, რომ აი მე როგორ რობერტო ბაჯოს ის აი რაღაც არ არის ეკო. არ ვიცი, გამკლავებაა და სადღაც თუ მართლა მე ავტორს მაქვს ეგ სურვილი რომ აქედან როგორმე გავიქცე, წარმომიდგენია როგორ აქვს მკითხელ სურვილი რომ აქედან როგორმე გაიქცეს და რაღაცნაირად ერთმანეთს ვეკაჩები და ერთმანეთს ვეჭიდებთ, იმიტომ რომ ამის გადახარშვა რაც დღის განმავლობაში ხდება დღეს წაკითხული ნიუსები რო ავიღოთ ეს ხო თან როგორი ინფორმაციის ხო ის დაიჭირეს ეს გალახი ანუ ამას რო რაღაც ჩამკეტი მექანიზმი ეტყობა რა რომ მოდი ცოტა ხანი ამას თავს დავანებებ და წავალ ჩემ დისტოპიაში და 60-იან წლებში გამოვიხონებ და გადავალ მეორეა დავუშვათ კორეელი ავტორი რო არის ჰანკანი ხო ვინც ნობელის პრემიის ლაურეატი ის საერთოდ სხვა გარმიდის ხო ანუ არ ვიცი მაგას რა დავარქვა ეს ცოტა ძალიან აღმოსავლეთ სტილია და ძალიან ცნობილია რომ კინოდან ლიტერატურაში გადანაცვლა ჰანკანგმა ვეგეტარიელს რო გითხოთ ცოტა პარაზიტები ფილმ ეგ წარმომედგინა რომ აი ესეთი ის უნდა იყოს რა ბოლოს და მან გონი ხო იმან კინო მისცა ძრა როგორი გახდებოდა კორეული ლიტერატურა მე აი ამ ევროპას დაუბრუნდები და რა ტომგონია რომ აი ესენი აღმოსავლეთ ევროპა რაც არის დღევანდელი ეს მეზიდღეობა მაგრამ ეგრე ვქნათ რა ეს დასავლეთ ევროპული ლიტერატურა რაც არის ფრანგული ავიღოთ ხო ჩვენამდე ჩამოვახსენდა უშუალოდ მიშელ უელბეკმა რომელიც ძალიან კარგად ვიცით და ნუ სად იყო და როგორ იყო მაგრამ ყავთ ვიღაცები ვინც ჩვენთან არ არიან ჯერ ცნობილი და პოპულარულები. სალომე ზურაბიშვილის ალალი ბიძაშვილი მაგალითად ემანუელ კარერე, რომელიც ძალიან მოქნილ წიგნებს წერს და ძალიან ამბავზე კონცენტრირებულს. მაჩურის ედუარდ ლიმონოვის უაღრესად საინტერესო ბიოგრაფია აქვს დაწერილი. კი, აუ მართლა ძალიან კაი ბიოგრაფია. ძალიან. ამაზრზენი ადამიანი და ფანტასტიკურად წასაკითხი წიგნი. რასაც შვებიან დასავლეთის მწერლები არის ის რომ
ეს ყველა ტექსტი პოლიტიკურია, მაგრამ არ არის პოლიტიკური სარჩულით. მაშინ როდესაც აღმოსავლეთ ევროპის მწერლები აი ამ დიქტატურას და ავტორიტარიზმს ყოველს უტრიალებენ, იმიტომ რომ ეს ძალიან ზუსტად იციან და ძალიან ზუსტადაა უთგავლილი. მეორე მსოფლიო ომი ევროპას აღმოსავლეთს და დასავლეთს თანაბრად შეეხო, მაგრამ დიქტატურა შეეხო მხოლოდ აღმოსავლეთს და ეს ხალხი ყოველთვის გავრცელებდა მთელი ეს წლები, რომ ამის შანსი არის, მე ამაზე ვლუშაობ და ეს ჩემი დღის წესრიგიდან არც კულტურული და არც ყოფითიდან არ გასულა და ისევ ამას ვლაპარაკობ. დასავლური ლიტერატურა წავიდა და სხვაგან გადავუხე, რომ სიუჟეტზე კონცენტრირდა და ამბავზე აბა ვის უფრო მოქნილი და ისეთი ფანტასტიკური ამბავი აქვს, ხო? და მე გეუბნები, რომ აქ ვარ, ჯერ ისე, ანუ ეს განმეორდება ხალხო, იმიტომ რომ ყველაფერია ამ სამყაროში დაშვებული და ამის აღმოჩენა და ამის დაფასება პრინციპში არის თქვათ რომ ოლგა ტოკარჩუკიდან დაიწყო რა და მე გადმოვიდნენ გოსპოდინუს და არის კიდე ერთი რუმინელი ავტორი რომლის სახელზე გვარს ახლა საშინლად დავამახინჯებო და ბოდიშს ვიხდი მირჩე კარტარეშკუ რა ეს დიდსამეულს რო ეძახიან ოღონდ აღმოსავლეთ ევროპის ეს მიყვარს ამას რო ხას უსვამენ ეს აღმოსავლეთ ევროპის დიდი სამეული ვინც არის ესენი არის რაც ბოდიში კუნდერას მუდმივი ასე ვთქვათ სევდის და წუხილის ნაწილია იმიტომ რომ ხო ცენტრალური ევროპაა ეს ჩეხეთი ამბობს და ანუ აი საზღვარი პირობითი ესე მგონი აღმოსავლეთს ეძახიან სადაც საბჭოთა გავლენა იყო მაგას და თვითონ ძალიან კარგად არის გაიგე მე ვარ იმაში რა არის კიდე რაც მას აი ევროპას რო დაუბრუნდეთ, ამაზე ვფიქრობდი რომ თუ ვიტყვი მე ამ რაღაცა ისეთი ის არ მოყვეს თქო რა, რატო აკეთებს ამ დროის არჩევანს ევროკავშირი ამ წიგნში, იმიტომ რომ რაღაცა თვითგამორკვევაში არის და იდენტობაში არის და რაღაც. ამაზე ვიფიქრე რომ ამას კომენტარები მოყვება, რომ აი იდენტობის პრობლემა თუ არ აქვს ევროპას. იდენტობის პრობლემა არ არის პრობლემა. სინამდვილეში არის რაღაც ის საკუთარი თავიდან გააზრება არის, რომ რამე ხო არ დამიკარგავს ფრანგული და თუ რამე მაქვს დასამატებელი შეიძლება დამატოს. იდენტობის პრობლემა ვის არ აქვს? ჩრდილოეთ კორეას და რუსეთს, იმიტომ რომ ამათი იდენტობა არის დიქტატურა. და დღეს დიქტატურაზე სადაც არც დაისმება ეს კითხვა არასდროს და მაგიტო გინდა ევროპა და მაგიტო გინდა ის ხუთრო რეფლექსიისგან თავისუფალია ჩრდილოეთ კორეა და რუსეთი გამორიცხულია. რაზე უნდა კონცენტრირდეს რეფლექსია? ვინც კი ნორმალური ყავდათ, ყველა გაქცეულია და ვისაც რეფლექსია შეეძლო დაჭერილია ციხეში. ანტერორისტად არის გამოცხადებული მაჯური მწერლები. აკუნინის მგონი, ხო? აკუნინი, დიმიტრი პიკოვი და სხვაებიც, ხო. რეფლექსია კულტურის განუყოფელი ნაწილია და ამ იდენტობის ძიება და რაღაც. და სულ უკუღმა არის ამ წიგნშიც ეგრეა, რომ რანაირად უნდა გეშინოდეს იდენტობის დაკარგვის რაღაც გაერთიანებაში გასulis რანაირად უნდა დაიკარგოს შუშანიკის წამება, იმიტომ რომ ევროკავშირის წევრი გახდები. აი ამ დიდ ტყუილზე ვინ სარგებლობს, რა თქმა უნდა, ვიცი, მაგრამ რატო გახდა ეს დიდი ტყუილი? რატო გახდა? ხო, რატო გახდა და ცხოვრობთ პოსტსიმართლის ეპოქაში, სადაც სიმართლე აღარ არის სიმართლე, თუ არ გეხება რაღაცნაირად ემოციურად. კარგი გადაუხვდე წავედი საშინელებებში რა. რა შვება? ძალიან საინტერესო ეპიზოდზე მივიდით, ოდისევსი რო ბრუნდება ამ წარსულზე ხო, ნუ სულ წარსულში დაბრუნებაზეა ძალიან კარგი დაკვირვებაა, რომ ერთ-ერთი პირველი ტექსტი, რაც წარსულში დაბრუნება ფიგურირებს სოფლიო ლიტერატურაში, არის ოდისევსი, რომ ბრუნდება ითაკაზე და აი ეს პირდაპირ გეუბნება, რომ ითაკა წარსულია. იმიტომ რომ აზმყოში ყავს კალიფსო, რომელიც უკვდავებას პირდება და ეს მაინც იხსენებს საკვამურიდან ამოსულ კვამლს. გამოვიდა ლამასაც საკვამურიდან ამოსულ კვამლს და ამბობს, რომ ეს არის ერთ-ერთი პირველი, როდესაც ადამიანმა მომავალს წარსული ამჯობინა და რო წავიდა და მე ძალიან მაგარ კითხვას ამს, რომ აი კითხვაც არ არის ეს უცნება არის მწერლის, რომ დიდი სეონები წავიკითხავდიო ოდისევსზეო, სახლში დაბრუნებიდან ერთი თვის თავზეო, ორი თვის თავზეო, ძაღლს გარდა ვერავინ რო უპირობოთ ვერ იცნო, რომ ცოლსაც და შვილებსაც ომისი გახსენება დაჭირდათ, ამიტომ რომ წლებია წასული, რას გზნობსო რა, ეს საკვამურიდან ამოსული კვამლი რო ნახა და იქვე ძალიან ეს პირდაპირ ესე უწერე, რომ ყველაზე პატარა მოთხრობა ოდისევსზე სახლში დაბრუნების შემდეგ და ისე წება. მე მახსოვრობის პრობლემა ეწება ოდისევს და არის რაღაც მართლა ერთი აბზაცია თუ რაღაცა, მაგრამ ესეთი რაღაცა ხო ოდისევსში რო ბრუნდება და ეს ის წარსული რო არ არის, რას დატოვა, იმიტომ რომ არ არის რა, თუ მიდიხარ და ამ წარსულს ტოვებ და თუ
მეხსიერება ინახავს, ამას ხო აკონსერვებს და ეს ხო ისეთი ვერასდროს ვერ იქნება, როგორიც ტვინში გაქვს წარმოდგენილი. მაგას ეძღვნება თავიდან ბოლომდე. და დავამატებდი და თვითონ ჰომეროსიც ხო გვაძლევს უკვე ამის ასე ვთქვათ განმარტებას, იმიტომ რომ შეუძლებელია რომ ოდისევსი მიებას ან დაებას თუნდაც მისთვის ყველაზე ძვირფას ითაკის რეალობას მიდის. ოდისეა ხურით იმთავრდება. ოდისევსი ისევ მიდის და მიდის უცნაურ ფრაზას ამბობს. ხო გახსოვს, იქ მივდივარ რომ ნახო ქვეყანა სადაც ბარილი არ არის. ხო. არ არსებობს ასეთი ქვეყანა. ხო? ანუ მიდის იმიტომ რომ უბრალოდ იაროს, იმოგზაუროს. რა უცნაურია რომ მარილი ქვია ბოლო თავს. აბარა, მიდასაც წაკითხული ქონდა თავის საშინაო დავალება კარგად ხო, ცხადია. ეს მონიშნებში მაქვს კიდე რომ ჰომო ნაციონალისტიკუსი ყავს ესეთი პერსონაჟი და ამას ბუნკერში მქონდა ჰომო ჰაიდელბერგუსიდან ვიწყებდი ჰომო სოვიეტიკუსამდე და ეს ძალიან მაგარი პერსონაჟია ეს ჰომო ნაციონალისტი რა რომელიც ახალი შეიქმნა ხო აი უდიდეს ტყუილზე დგას მაგრამ რაღაცა გულწრფელობაზე აი ეს წარსული მართლა მოწონს მართლა უყვარს მართლა უნდა ოღონ არასწორად იცის ეგ არის ან მის იმაში ფიქრში და სიმართლეში მართალია მაგრამ როგორიც აქვს წარმოდგენილი ისეთი არასდროს ყოფილა აი ფრანგები როგორც კიჩს ფრანგული განმარტება რაც არის კიჩის რომ ასლი დედანის გარეშე რაც კიჩურ წარსულზე ვსაუბრობთ რა როგორც არასდროს არ ყოფილა მაგრამ შენ გინდა რომ ესეთი ხო და უაღრესად ვულგარულია და გახსოვს კუნდერაც განმარტავს კიჩს სამ დიდ დროს უთმობს თვალსები უკურავებაში და არა ყოფიერების კიჩი როგორც ყველაზე დაბალი როგორც ყველაზე უგემოვნო როგორც ყველა ხო ნუ ნაგავი ასე ვთქვათ ხო ამ შემთხვევაში მაგრამ კიჩი როგორც საცხოვრების ფორმა ხო აბარა ეგ რა ვქნათ მარტივი ამბავი ხო მაგრამ აი ეს წარსული სინამდვილეში ეს ხო ძალიან საშიშია ხო ანუ ეს ჰომო ნაციონალისტიკუსის ბრაზი აწმყოს მიმართ სინამდვილეში არის რაღაცაირად ალბათ სწორედაც ის რომ ჰომო ნაციონალისტიკუსმა ვერ იპოვა აწმყოში თავი მარტივად ხო ანუ ვერ ხედავს აწმყო აი ჰაიდეგერისეულად აწმყოში ვერ მოიხელთა თავი ანუ მუდმივად არის ან წარსულს ან ბუნდოვან მომავალს შორის რაც ბუნებრივია მის შფოთვას აღივებს და ანუ მომავალი მისთვის არ არის აპრიორი საშიშია ხო წარსულ აწმყო არ აქვს იდა დგას ხო შეიძლება ხო შესაძლოა ხო მაგაზე წიგნში რაც არის პასუხი ეს მიუკუთვნელობის სინდრომი რომ არც ერთი დრო არ გეკუთვნის და არც ერთი ადგილი რო არ გეკუთვნის და სადღაც მიდიხარ და გონია რომ აქ ცოტა თუ სწორ ადგილას ხარ არასწორ დროს ხარ თუ სწორ დროს ხარ არასწორ ადგილას ხარ ეს მესმის რომ ნევროზი ხო მართლა აქვს საზოგადოებას და ამას პრინციპში ხელს უწყობს ის ვინც მერე ამ ნაციონალიზმზე ბენეფიცირებს რა როგორ ხო აი მე რანაირად ტყუდებით თუ გვატყუებენ რა როგორ ყველაფერზე ორჯერ 4-ის დონეზეა პასუხი მაგრამ მაინც აწმყოში გაუბედურებენ გიყალბებენ წარსულს და არავენ მომავალს და მიუკუთვნელებ ვერ ეკუთვნი ვერაფერს და ვინც ამას გიკეთებს დამნაშავეს იმაში კი არ ხედავ ეხლა აი აქვე რო დავმიწდე იმაზე ხედავ რომ მე რუსთაველი რო გადავკეტე მაგიტო ვარ დამნაშავე 430 მილიონზე რო არის ახლა საუბარი 430 მილიონს რო ბიუჯეტში გაიტანენ იმისა ბიუჯეტში არ შემოვა იქნა არც ერთი თეთრი ამ ფულით შეიძლებოდა მართლა რამდენი პრობლემის მოგვარება და გადაჭრა და ეს რო აცდა ბიუჯეტს, იმიტომ რომ ვიღაცა ფარველობდა ამ ბიზნესს და ეხლა ის ვეღარ ფარველობს და ამიტომ უწევს დაჭერა, ვინ არის პრობლემა ამ ქვეყანაში? მე, რომელიც რუსთაველზე ვდგავარ და ამის გამო ვჯარიმდები, თუ ადამიანი, ვინც მოგპარა მომავალი, გაგიყალბა წარსული და შემოგთავაზა საძეგელი აწმყო, სადაც დევნილ კაცს მოუწია თავის დაწვა რომ საცხოვრებელი მიიღო და ბოლო ინფორმაცია რაც იყო არ მიუღია მის ოჯახს ეს საცხოვრებელი. ხო, ტრაგედიაა ეს, იმიტომაც არის რომ ხო, პრობლემა პირობითად ხო შეხარ რომელიც შეკითხვას დასვავს ამაზე. ხო. რატომ? აბარა, ამიტომ შეკითხვა არ უნდა დასვა. ამიტომ დროსაფარში მყოფი
ადამიანები უნდა გარკვეულ ჰერმეტულ რეალობაში იყვნენ, რომ არ დაინახონ. რეალობა არ უნდა დაინახონ, რეალობის მიმართ რეაქცია არ უნდა ჰქონდეს, იმიტომ რომ კონდეს, თუ კი რეაქცია გიქნება, მაშინ ქმედებაც მოგიწევს და ქმედება არ უნდა. იმიტომ ეს მსვლელობას ეს პრობლემას ეს გულისხმობს ხო აი ამ დაუცველ სივრცეში გამოსვლა. თავისუფლება ხო დაუცველი სივრცეა. ხო, ბუნებრივია. ამიტომ სადღაც შევიმალო, ჩავიკეტო, ზღაპრები უნდა მოუყვეს დიქტატორმა. და სოჭოი ძალიან საინტერესო ახლა დავფიქრდი, შენ ახსენე, თქვა, იგივე ლათინურ-ამერიკული რომანები, მთელი კასკადია დიქტატორებზე და ტოტალიტარიზმზე. სოჭოი იგი მარკესი იქნება ეს თუ ლოსა იქნება თუ კარპენტერი იქნება თუ სხვა, მათთვის ყოველთვის არის ფოკუსი, ისინი ფოკუსს აკეთებენ უშუალოდ დიქტატორის ტიპажზე, ადამიანზე. აი თანამედროვე ტექსტები მეტნაკლებად ხლა არ ვიცი რომელი ერთი გავიხსენო უფრო ობიექტად ირჩევს სწორედ ხალხს ადამიანს და არა სუბიექტს იმიტომ რომ თვითონ ეს დიქტატორი კი ამას ამბობთ რაღაცნაირად ისეთი ფრთოსანი ნათქვამის აი რომ ხო ბოლო სტალინი შესაძლებელი საიდან წარმოიშვა ანუ ხალხმა შვა და კი ასია მაგრამ აი ეს ხალხი აი ეს ქორო თუ არ ვწდები აღარ მახსოვს რომელმა ავტორმა თქვა და მომეწონა რომ გამოვიდა ქორო დღეს არის ქორო ავანსცენაზე და არა პროტაგონისტი და ეს ქორო რომელიც შფოთავს რომელიც ღაღადებს რომელსაც არც ვექტორი აქვს არც წინამძღოლი ხავს არც უნდა და არის მუდმივად კონსტატირებაში თავისი შიშების და ხო გამახსენდა ჩვენმა თანამედროვე პოეტმა თათია მთვარელიძემ ვარ ქოროს მდგომარე მან ძალიან საინტერესო ფორმულით თქვა რომ ანუ უყურებ ტრაგედიებს ჩვენ გარშემო ან უკრაინაში ან საქართველოში და ქოროსავით ვართ ვერ ქმედებ და ვღაღადებთ გლობობთ ძალიან სწორი რაღაცა ამ შემთხვევაში გოსპოდინოვიც ირჩევს ხო პაციენტები ვართ ამ სამყაროში ამიტომაც სადმად აი ეს უცნაური პერსონაჟი ამაზეც თქვა რა ემართება დროს საფარში შესულ ადამიანს რაც ემართება მთავარ გმირს გგს წიგნში რომ ერთშვენიერ დღეს წიგნის პრეზენტაციაზე მოდის მისი ყოფილი ცოლი და წიგნზე ხელი მომიწერა ეუბნება და სახელს ვერ იხსენებს ნელ-ნელა ეწყება მეხსიერების პრობლემები რა თქმა უნდა მეცნიერულადაც შეიძლება მიუყვე მაგრამ უფრო მეტად იმაში კლინიკა ხო საერთოდ ალცჰეიმერის ლიტერატურაში ვართ რა და ავიწყდება ამ ცოლის სახელი და ნელ-ნელა ხდება რომ ეს დაიწყო რა ეს უკვე წამზომი ჩართულია და წერს იქამდე სანამ ახსოვს ზოგადად რას წერს და აი ეს საზროვ ნოველზე რო თქვით რა რაც ძალიან კარგი აქვს რომ რას ამბობს როდის იწყებს ადამიანი წერას და საერთოდ ლიტერატურა რა არის მეხსიერება რო ვეღარ იტევს მაშინ იწყება წერა და მაშინ იწყებს ეს გგს წერას და მაშინ ხდება ეს თავარი კონფლიქტი გაუსტინთანაც იმიტომ რომ აქ რა ვქნა ხო უნდა თქვა ამ გაუსტინზე რამე? თქვი რას აკეთებ? ცოტა ის არის Fight Club ბოლომდე სპოილერს არ ვიტყვი Fight Club-ის ფორმულაზე ვართ ეს გაუსტინი მიხოთ იმისა რომ წიგნის ეს რო გადავიკითხე მაშინ აღმოაჩინე რომ დასაწყისში მარცხილებ და ამ ყველაფერს თუმცა მაგრამ სანამ ბოლოში გასულა იქამდე ის მიქნია დამვიწყებია პირველი კითხვის დროს ეს გაუსტინი იმაშვება რა უჩინარდება და პრინციპში რომ უჩინარდება ამის ყველაზე დიდი პრობლემების მაშინ იწყება იმიტომ რომ ის თუ არ არის ვინც მთლიანად ეს ყველაფერი დაძრა და მეხსიერება ევროპული იქნება თუ ინდივიდუალური კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა მაშინ ეს ადამიანი რომელმაც შვა ეს გაუსტინი როგორც პერსონაჟი რჩება შიშებთან სიცარიელესთან მეხსიერების პრობლემით და დრო კიდე იწყებს გამეორებას ხდება კომერციული და მივდივართ წრეზე რა აქვს აქ სცენარი მამამისი რომ იყავს ლუდის იმაში და ფეურცის ფინალს რო არ ვიცი ხალხო მართლა საოცარი წიგნია წარმოუდგენელად ხარისხიანი ლიტერატურაა და ძალიან ბევრ საფიქრალს აჩენს ტვინში რაც სამწუხაროდ თანამედროვე ლიტერატურის დიდი სენია რომ ყველგან არ ხდება ეს იმდენად სიუჟეტზეა კონცენტრირებული და იმდენად creative writing-ის წრეებს და ემსგავს. მე რა ხან ეს ცხოვრებაში მიწევს ამიტომ რომ იმდენად სტრუქტურიზებული გახდა თანამედროვე ლიტერატურა, რომ აი ჰოლივუდის ფილმებამდე მივიდა, რომ აი ცოტა საზროვნო პროცესით ელოდები რაც იქნება რა. ხო, რა ძალიან დამღლელი. ეს არის უნიკალური. ხო და შენ რაც ახსენე ზუსტად რომ წერას იწყებს, იმიტომ რომ არ დაავიწყდეს.
რომ ეს სამყარო ხო, აი ასე უნდა, ანუ დრო ასე უნდა მოიხელთოს. სწორედ საქმე ჩანდარსანამ აი ფინალისკენ წავალთ, გამახსენდა რაღაც ისევ და ისევ რაღაცერი ნუგეში უმბერტო ეკოს რომანი, არ არის ეს რომანი დიდად პოპულარული, ეს არის დედოფალ ლუანას ცეცხლოვანი შარავანდედი, ასეთი რომანია, სადაც იქ არის, ნუ პრინციპში ეკო თავის თავზე წერს, იქ არის ფილოლოგი, რომელიც ავტოვარიაში მოხდება და მას აქვს მეხსიერების პრობლემა, მას ყველაფერი ავიწყდება. მაგრამ ნელ-ნელა ის იწყებს სამყაროს აღდგენას იმის და მიხედვით თუ რა აქვს საკითხული. ვერ იხსენებს მაგალითად ცოლს, რომელიც მასთან კლინიკაში მივა, მაგრამ ახსენდება ცოლი ლიტერატურული პენელოპე. და პენელოპეს მოდელით ცდილობს რომ აღიდგინოს ხო ან შვილი ან სამყარო და ასე შემდეგ ანუ სამყარო რომლის შემეცნებაც შესაძლებელი მხოლოდ იმით თუ რა გვაქვს საკითხული და ალბათ გოსპოდინოვის იდეაც პრინციპში ეს არის რაღაცნაირად საბოლოოდ ის ლიტერატურაზე გველაპარაკება ხო ის იშვიათი ძეგლია რომელიც ლიტერატურა ხო დრო ყველაფერი რა ეხლა მარი ბოლო თავს და ოდენის ლექსით რო იწყება და შუაში რო ისგან ხო ნუ ეგ რა აქვს ეს გაუსტინი ყვითელ სიგნაკს რო უტოვებს რაში გაუჩინარების მერე იქ ეს ბრმავაიშა სინდრომი აქვს ეს როგორც მიუკუთვნელობის სინდრომზე როგორც ლაპარაკობდა ეს ლაპარაკობს ბრმავაიშა სინდრომზე რომელსაც ესეთ პრობლემა აქვს რომ მარჯვენა თვალიდან მომავალს ხედავს რომელიც არ მომხდარა და მარცხენა თვალიდან ხედავს წარსულს რომელიც აი რაღაცა როგორ დისონანსში უწევს ცხოვრება ამ ადამიანს და ამაზეც ამბობს რომ რაღაცა ესეც ხო მეტაფორა არა ეხლა მართლა ხო ესეთ ადამიანზე არ ვსაუბრობ ჩვენ მაგრამ ხო რაღაცა თითოეულშია ეს ჩვენსში ვაიშა რომ აქეთ წარსული გვაქვს და აქეთ მომავალი და აწყოს ყოველთვის რაღაცნაირად იმაშობა გაგვირბის თუ რაღაცა ეს აქვს დამნიშნულოვანი სახეების ჩანახატი სახეებს რომლებიც არ არსებობენ ან ჯერ არ დაბადებულან რაღაცა და სადა აქვს ის რაღაცები რა ძალიან კარგი გაკეთებული რომ ბრექსიტის დროს იწერებოდა ეხლა გამახსნა კოვიდის პერიოდია ბრექსიტის დროს იწერებოდა იმიტომ რომ სადღაც ის აქვს მაგრამ თორსები კოვიდის მერე გამოვიდა ან კოვიდის 22-ში 22-ში ხო დეტალები არ მახსოვს რაზე ეშლება ნერვები რა ეს თანამედროვე ის რო შემოდის სამყარო ძალიან ხელოვნური ინტელექტი რო ქმნის სახეებს რომელსაც არასდროს არ უარსებიათ ეს ხო რაღაცა ჯოჯოხეთია რა მართლა დისტოპია რო როგორ ან და ყველა ეს სახე რაღაცით ნაცნობი რო არის და არ არის ნაცნობი ხო რაღაცა სატანისტურია რაღაცა ხო ანტიქრისტეს იდეა ხო ეს არის ხო თქვა იგი დისტოსტოევსკი ვახსენეთ ცნობდა არ არის ყველაფრით გავს მაგრამ ის არ არის ხო ანუ ეს დაბადებამდე რო ლეთეს წყალს სვამთ ეს ხო ისევ და ისევ მეხსიერებაზე ვართ რა მარილზე მოვედით სულ მითებს უგონსორად ხო ის მარილიც ცხადია რომ ალბათ ისევ და ისევ რაღაცნაირად რეპლიკა ოდისეასთან არის ხო შესაძლოა და თქვა სახარების სადამდე მიდის და რაც უფრო ცოტა მახსოვრობა მით მეტია წარსული ესეთ ფრაზას ამბობს იმიტომ რომ მაშინ ინტერპრეტაციის ის არის რა საშუალება და მაგიტო არის მართლა მაგიტო არის რაღაცა პოლიტიკოსებს მერე მართლა ყველაზე დიდი შეტევა სისტემისგან მოდის ისტორიკოსებზე რომლებიც ცდილობენ რომ წარსულზე სიმართლე თქვან იმიტომ რომ ეგრე არ გამოდის იმიტომ რომ მაქედან იწყება ხო გაყალბება რა თუ ამას აყალბებ აწყვოსაც და იპარავ მომავალსაც არა და ძალიან რო დაუჩემებიათ ილია ჭავჭავაძის დამცველებად რო არიან და ჩვენ რო რაღაცა იგონება მისახელს ბოროტად ვიყენებთ ლაიბნიცის ფრაზით იწყება კაცი ადამიანი აწყვოშობილი წარსულისაგან არის მშობელი მომავალისა და დღეს არ დაგვიწყია ჩვენ წარსულის დაცვა და ამაზე ქართული ლიტერატურა და ქართული საზოგადო მოღვაწეები ყოველთვის ფიქრობდნენ და ამას ყოველთვის აკეთებდნენ, იმიტომ რომ ამაზე დგახარ რა, ამ წარსულზე დგახარ და ამ წარსულის თუ გაგიყალბებენ, მე რეგიჩდება აი ეს ტყუილი ნაციონალისტური პრობლემები, რომ ევროკავშირში რო შევალ რაღაცას დავკარგავ. და სიამბრიში ასეთები მე იწყებენ სწორედ და წარსულთან ომს. თუ რო აყალბებენ, იმიტომ რომ ხო დიქტატორი ხო ბოკლომს ადებს სწორედ წარსულს, ანუ დიქტატორი მხოლოდ აწმყოს გაკონტროლებას კი არ ცდილობს, არამედ ისტორიის. და ამიტომაც აყალბებენ ისტორიას და ეს ყველაფერი პრობლემაა. თუ გახსოვს, ირაკლი კობახიძის ერთ-ერთი ფოტო გამოვიდა მის პრემიერის ადმინისტრაციიდან, სადაც ერეკლე მეორის სურათთან დგას და იგივე ერეკლე მეორესაც უკეთებენ, ხო? ანუ ყველა
ვიცით რომ სხეულზე ადგილი არ ქონდა ჭრილობის გარეშე და მის წარმოჩენას მხოლოდ გეორგიევსკის ტრაქტატის ცდილობენ რა. ესეც ერეკლე მეორეა, ისიც ერეკლე მეორეა, მაგრამ რომელ ნაწილს ირჩევს სისტემა იმისთვის ამ წამს რა აწყობს, ხო? მაგალითად, რატო არ არის ამ ესე დიდ გორზე ახლა ამან ხელამბავი სისტემის განაწყობილი, იმიტომ რომ ძლევა ისაკვირველი, იმიტომ რომ ცოტა ბევრს მოერია. ერთის მხრივ გეუბნება როგორ არა 300,000 იყო, მაგრამ მეორეს მხრივ გეუბნება რომ არა, მე ამას შემდგრის წესრიგში არ ჩავსვამ, იმიტომ რომ ეხლა გეორგიევსკის ტრაქტატი უფრო მეტად ჭირდება, რომ ამაზე დავამყნოთ ჩემი ისახს პოლიტიკა. რომელიღაცა პოდკასტში თქვი, მოზე შუშანიკის წამების ფემინისტური გარჩევა შეიძლება თქო და გადამიარეს კომენტარებში. ნუ ცოტა ისე გავერთე. მაინც და მაინც ნერვები არ მოეშალათ, იმიტომ რომ კარგავ თქვი რომ შუშანიკის წამება რო გვაქვს რანაირ რამ შეიძლება გადაკლაყოს და რამ შეიძლება გაჯობოს თქო. ამ ნაწილზე ნერვები არ მოეშალათ, მაგრამ რო თქვი რომ 21 საუკუნეში ამის უკვე ფემინისტური განხილვა შეგიძლია და ამაზე რაღაც ციტატები მომიყვანეს და რაღაცა მოამძღეს. ხო, იმიტომ რომ ავტორიტარს თავისი ლოგიკა აქვს და ხო, მისთვის ისტორია არის ინტერპრეტაციის საგანი. მაგრამ ხო, ნუ მეც ვინტერპრეტირებ ახლა რომ ამბობ შუშანიკის წამება ფემინისტურად შეგიძლია განიხილოთ, თქო, ამით ტექსტს არ ვაკნინებ და ამით ტექსტს არაფერს არ უკარგავ. პირიქით გეუბნები რომ 16 საუკუნის წინ დაწერილმა ტექსტმა დროს იმდენად გაუძლო, რომ მასში ახალი შრის აღმოჩენა შეიძლება დღევანდელობიდან გამომდინარე და ავტორიტარი უკმარასაც მიკეთებს არის ის, რომ 16 საუკუნის უკან ბრუნდება ერთ ხაზს იღებს, ხოლო და იმ ერთ ხაზს ეყრდნობა და დანარჩენ 99 აკრობს. ეგ არის განსხვავება იმის, ვისაც ნამდვილად საქართველოს წარსულზე დაშენება და ამაზე ცხოვრება გვინდა და იმ ხალხს შორის ვინც დროსაფარი აირჩია და იმ საფარში შედის და ნელ-ნელა მიღწევებას კარგავს და უმეორდება წარსულის არც თუ ისე კარგი სურათები. ხო, პრინციპში ეს არის აზროვნებისა და აზროვნებაზე უარის მთქმელი, ასე ვთქვათ, ოხლოსის კონფლიქტი საბოლოო ჯამში. ივა, ძალიან დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო საუბრისთვის. ძალიან იმედია რომ ჩვენს მაყურებელს გაუჩინეთ გარკვეული გემო დიმიტრი გოსპოდინოვის რომანის მიმართ დროსაფარი, რომელიც ძალიან აქტუალურია და თან ძალიან ისეთი დამაფიქრებელი და კარგად ისეთი დააგემოვნეთ, როგორც იტყვიან ხოლმე. ამ დროს ცოტა ნერვებს მიშლის ტექსტები, რომლებიც აქტუალურობას არ კარგავენ. აი აღარ მინდა მართლა, ცოტა ხანი ჟანრულ ლიტერატურაზე მინდა გარასტო, რომ დაიწყო დამთავრდა და მორჩა. რადიკალურად სხვა რაღაცა ვიდრე დროსაფარი. ხო, ჩვენ დროსაფარი. ამაზე წავედი. ეველინ ჰიუგოს 7 ქმარე თუ რაღაცა ვიყავი უბედნიერესი დებილობა დაიწყო დამთავრდა და არაფერი შიგნით სააზროვნო არ იყო. ასე წიგნებზეც ვისაუბრებ. ივა, დიდი მადლობა. მაყურებელს კი ვემშვიდობებით შემდეგ პოდკასტამდე. დიდი მადლობა. ნახვამდის.